წარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. საღამოშვიდობის 18 ნოემბერს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებს გიზიარებთ BMG-ის გუნდის წევრებთან ერთად. 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2 ლარამდე და 75 თეთრამდე იზრდება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტირებულის თანაბარი იყო 1 ლარს და 90 თეთრს შეადგენდა და 1 ლარი და 30 თეთრით განისაზღვრება. პარლამენტში წარდგენილი ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტის მიხედვით 2026 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ბიზნეს ომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველის პოზიციაზე გადაინაცვლებს. დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციულ ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები აუდიტის სამსახურში გადადის. აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი მომავალ წელს 24 მილიონი ლარით გაიზრდება და 28 მილიონ 200.000 ლარი იქნება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტი უქმდება. საბჭოს აპარატში ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, რომელიც საერთო სასამართლოებში მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ევროკომისიამ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა, რომლის მიხედვითაც გაზაფხულზე გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზრდილია და ის 7.3% შეადგენს, რაც 1.3% პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია ევროკომისიის წინა პროგნოზთან შედარებით. 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზის განაკვეთი კოლოფზე 85 თეთრით, 2 ლარამდე და 75 თეთრამდე იზრდება. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტურის თანაბარი იყო, ლარი და 90 თეთრს შეადგენდა, ლარი და 30 თეთრით განისაზღვრება. კანონპროექტში წერია, რომ ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი ვრცელდება პირველ 35 მილიონ კოლოფზე, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძირითადად იმპორტირებული თამბაქოს ბრენდები მოიხმარება, არის მოლოდინი, რომ სიგარეტის საშუალო ფასი 2026 წლიდან გაიზრდება. თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებში კი აღნიშნავენ, რომ იმპორტირებული და ადგილობრივი ინდუსტრიის დიფერენცირებული დაბეგვრის რეჟიმი საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. რა შეფასებები კეთდება საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა შუბაშვილმა ერთ სიუჟეტში მოუყარა თავი. საგადასახადო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, რომლის ავტორებიც ქართული ოცნების დეპუტატები არიან, 2026 წლიდან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი მორიგ ჯერზე იზრდება, ამჯერად კოლოფზე 85 თეთრით, 2 ლარ და 75 თეთრამდე. თუმცა ამ შემთხვევაში აქციზის ზრდა მხოლოდ იმპორტირებულ სიგარეტს ეხება. ადგილობრივ ნაწარმზე კი აქციზის განაკვეთი, რაც ამჟამად იმპორტულის თანაბარი იყო და 1 ლარსა და 90 თეთრს შეადგენდა, 1 ლარი და 30 თეთრით განისაზღვრება. ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი პირველ 35 მილიონ კოლოფზე გავრცელდება, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იმოქმედებს. ამასთან ადგილობრივ წარმოებაზე მცირდება აქციზის ადვალური კომპონენტი და ის სარეალიზაციო ფასის 15%-ით განისაზღვრება. ადვალური კომპონენტის აქციზი მცირდება იმპორტირებულ სიგარეტზეც და ის 30%-ის ნაცვლად 20% იქნება. კანონპროექტის ავტორები ცვლილებების მთავარ მოტივად ადგილობრივი წარმოების დაცვას და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდას ასახელებენ. ადგილობრივი წარმოების სიგარეტების აქციზის განაკვეთის შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ბაზრის სტრუქტურაზე, ისე კონკურენტულ გარემოზე. შედეგად ჩამოყალიბდება ჯანსაღი კონკურენტული გარემო და ბაზარზე გაიზრდება ადგილობრივი წარმოების წილი. აღნიშნული ხელსაყრელ პირობებს შექმნის როგორც ეკონომიკური აქტივობის გაძლიერებისთვის, ისე საბიუჯეტო შემოსავლების სტაბილიზაციისთვის. გარდა ამისა, 35 მილიონ კოლოფზე შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილების შედეგად. მოსალოდნელია სიგარეტზე არსებული აქციზის პოლიტიკის ფარგლებში ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევა.
თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კომპანია JTI კავკასიაში აცხადებენ, რომ გასული წლების მსგავსად თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის მოლოდინი წელსაც არსებობდა. თუმცა, როგორც კომპანიის კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორი განმარტავს, იმპორტირებული და ადგილობრივი ინდუსტრიის დიფერენცირებული დაბეგვრის რეჟიმი აქციზის განაკვეთის ნაწილში ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის დებულებას, რომლის წევრიც საქართველოა. რაც შეეხება საკითხს კონკრეტულად რა მოცულობით გაიზრდება იმპორტირებული სიგარეტის ღირებულება მომავალი წლიდან, ამ საკითხზე კომპანიაში ჯერჯერობით კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებენ. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის და ადგილობრივ პროდუქციაზე აქციზი იყოს დაბალი და იმპორტზე იყოს მაღალი და ეს ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობას და ასევე როგორც გითხარით, საქართველოს აქვს მრავალ ქვეყანასთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც თალკი კიდე გრძალავს ასეთ დიფერენცირებულ მიდგომას და ფაქტიურად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას იმპორტის. თამბაქოს ბაზარზე არიან სხვა კომპანიებიც, რა თქმა უნდა, კომპანიები ერთმანეთს უყურებენ. ანუ აქციზი არის ერთ-ერთი კომპონენტი, მაგრამ არა ერთადერთი, რომელიც მოქმედებს ფასებზე. თუმცა აქციზებს და ამას თუ დავუმატებთ კიდე დამატებითი ღირებულების გადასახადს, გამოდის სადღაც 70%-ზე მეტი, რომელიც თითო სიგარეტის კოლოფის ფასიდან სახელმწიფოს გადასახადების სახით შედის. დარგის ექსპერტების ნაწილის გათვლებით კი კანონპროექტის წარმოდგენილი მოცულობით იმპორტირებულ თამბაქოზე აქციზის ზრდა ერთ კოლოფ სიგარეტზე ფას მომავალი წლიდან დაახლოებით 30-50 თეთრის ფარგლებში გაზრდის. ექსპერტი საერთაშორისო ბიზნესისა და სამართლის საკითხებში ზვიად ცხვითარიძე მიიჩნევს, რომ პროექტის მთავარი მიზნის მიღწევა ადგილობრივი წარმოების წილის ზრდა ნაკლებად მოსაუდნელია, რადგან ქვეყანაში კონტრაბანდული იმპორტირებული პროდუქციის ზრდაა მოსაუდნელი. მაინც უდრის მინიმუმ 30-40 თეთრიან ზრდას და თვითონ თამბაქოს პროდუქციაზე რა თქმა უნდა შეიძლება მეტიც, იმიტომ რომ აქ დაღეგეც ემატება და შესაბამისად ავტომატურად სავარაუდოდ 50 თეთრიან ზრდას გამოიწვევს ბაზარზე ეგრევე, თუ არა შეიძლება ეხლარამდეც, რაც რა თქმა უნდა პირდაპირ დაარტყავს გაყიდვებს კონკრეტულად კომპანიისთვის, იქიდან გამომდინარე რომ ამას აუცილებლად არალეგალური პროდუქცია ჩაანაცვლებს, არალეგალური პროდუქციის შეზღუდვის და სხვა მისი კონტროლის არანაირი მექანიზმი სამწუხაროდ მექანიზმები კი არსებობს, მაგრამ ვერანაირად ვერ შეაჩერებს ის მექანიზმები, მით უმეტეს უკვე ისედაც გაზრდილი აქციზის ფონზე, როდესაც საქართველოს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, თუნდაც მაგალითად სომხეთთან მიმართებით, უკვე არ ვიცი, ალბათ სავარაუდოდ კოლოფზე $1.50 და შეიძლება მეტიც იყოს განსხვავება. ეს არის თანხების მობილიზების სწრაფი საშუალება, როდესაც აქციზზე ფასის ცვლილება ხორციელდება და მისი ზრდა და ამითი აკუმულირდება ბიუჯეტში უფრო სწრაფად. აქციზი, რაც არის დაწესებული თამბაქოზე, ეს მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიგარეტის ფასში, რა ფასითაც ხდება თამბაქოს რეალიზაცია ზოგადად ბაზარზე. ნებისმიერი ტიპის ცვლილება ზრდა, რომელიც შეეხება აქციზის ფასის გადასახადის ზრდას, ეს რა თქმა უნდა ფასის ნაწილზე ისახება მომხმარებელზე. ჩვენ და სამწუხაროდ ადგილობრივი წარმოება თამბაქოს მემართულებით იმდენად უნიშნელო წილი უჭირავს მთლიან ბაზარზე ჩვენთან, ეს არსებით ზეგავლენას ვერ მოახდენს და აქ არ არის პირთა ბიზნესის ის წრე, რომელზეც შეიძლება არსებითად დადებითი ზეგავლენა მოახდინოს. ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განცხადებით კი საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის, ანუ იმისთვის, რომ სამომავლოდ რაც შეიძლება ნაკლებმა ახალგაზრდამ დაიწყოს თამბაქოს მოწევა, აქციზის განაკვეთის ზრდა და შესაბამისად პროდუქციის გაძვირება საერთაშორისოდ აპრობირებული ყველაზე ეფექტური გზაა, თუმცა მისივე თქმით, აუცილებელია რომ ადგილობრივ და იმპორტირებულ ნაწარმზე მიდგომა თანაბარი იყოს. საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, დაბალი შემოსავლის ქვეყნებში, როგორც საქართველოს საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 30% გაზდა ფასის იწვევს 10% შემცირებას, პირდაპირ კავშირშია 10% შემცირებასთან მოხმარებისთან. ეს ძირითადად ეხება ბავშვებს და ახალგაზრდებს, რომლებიც ფასის ბარიერის გამო აღარ იწყებენ მოხმარებას. თუ იზრდება, უნდა გაიზარდოს ყველა თამბაქოს პროდუქტზე
თანაბრად, რათა არ მოხდეს ერთი პროდუქტით მეორის ჩანაცვლება, არამედ მოხდეს ამ პროდუქტის მოხმარების, ამ მომაყენებელი პროდუქტის მოხმარების შემცირება. აი ეს არის სწორი მიდგომა და ის, რომელიც თქვათ იგივე საერთაშორისო ვალდებულებებს რო თავი დავანებოთ, ლოგიკაში ჯდება და მეორე გაზრდილი შემოსავლის ნაწილი მიზნობრივად უნდა მიიმართოს სწორედ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე. არსებული მდგომარეობით საქართველოში ადგილობრივი სიგარეტის მხოლოდ ერთი მწარმოებელია. ესაა კომპანია თბილისის თამბაქო, რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის Smart Capital-ის ჰოლდინგის შემადგენლობაში ოპერირებს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით კი 2025 წლის 8 თვეში საქართველოში 281 მილიონი კოლოფის სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა. აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18 მილიონ 100,000 კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო. თლიანობაში 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა ადგილობრივი სიგარეტის აქციზიდან 63 მილიონი ლარის, იმპორტირებული სიგარეტიდან კი 1,150 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება. უწყობების ფუნქციები და უფლებამოსილებები კი აუდიტის სამსახურში გადავა, რაც აუდიტის სამსახურის ბიუჯეტს გაზრდის. შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, უწყობების ლიკვიდაციის მიზანი მათი ფუნქციების დამოუკიდებელი ორგანოსათვის დაქვემდებარება. ცვლილებების მიღების შემდეგ კანონი 2026 წლის 1 მარტიდან ძალაში შევა. ამავე დროს კანონპროექტის მიღების შედეგად ხარჯები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან დაიფარება. ანტიკორუფციული ბიუროსათვის და ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება კი შესაბამისად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 1 მარტიდან მიენიჭება. კანონპროექტის განმარტებით ბარეთში წერია, რომ ორი უწყობის ლიკვიდაციის შედეგად ანტიკორუფციულ ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში მომუშავე ყველა თანამდებობის პირს და თანამშრომელთან შრომითი ურთიერთობა, ასევე სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა, ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში შეწყდება. ამავე დროს ამ თანამდებობის პირებს და თანამშრომლებს სათანადო პირობების დაცვით შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ, რომლის გაცემასაც აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს. გასაცემი კომპენსაციის საერთო ოდენობა კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. კანონპროექტის განმარტებით ბარეთში წერია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ხარჯების გარკვეულწილად გაზრდას გამოიწვევს, რაც მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებებში აისახება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 24 მილიონი ლარით შეიძლება გაიზარდოს და სავარაუდოდ 28 მილიონ 200,000 ლარი იქნება. ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე. ეს არის სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, მთავრობა თავისი სტრუქტურებით და ასე იქნება უფრო სწორად მართული ის პროცესები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას უკავშირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმების თემას. ირაკლი კოპახიძის თქმით, იყო მოთხოვნა ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა ერთ ხელში მომხდარიყო, რაც თავისთავად მისი შეფასებით იყო აბსურდული მოთხოვნა, ვინაიდან ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური სისტემის მიხედვით ანტიკორუფციული ფუნქციები გადანაწილებული არის რამდენიმე კონსტიტუციურ ორგანოზე. კოპახიძის თქმით, კონსტიტუციური წესრიგის მიხედვით აბსოლუტურად ლოგიკურად არის განაწილებული ეს ფუნქციები, ასეთ პირობებში ერთ სუბიექტში მისი თავმოყრა აბსურდია. რადგან ეს მოთხოვნა იყო, შეიქმნა ერთი კონკრეტული სააგენტო, ანტიკორუფციული ბიურო, სადაც რაღაც ფრაგმენტების თავმოყრა მოხდა. ეს არის საჯარო მოხელეთა დეკლარაციები და ამას დაემატა პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ეს იყო არსებითად ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. შემდეგ ამას მოყვა მთელი ქილიკი. იგივე ადამიანები, ვინც ახლა ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებდნენ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ შეიქმნა ასეთი უწყება ასეთი სათაურით. ანტიკორუფციული ჰქვია და რეალურად დღემდე კორუფციის არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენია. როგორ უნდა გამოევლინა, როცა ეს სამი ძალიან ლოკალური ფუნქცია იყო ამ სამსახურისთვის. რეალურად ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური სისტემა, ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებებზე, ამბობს პრემიერ-მინისტრი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნა ვიზა ლიბერალიზაციის მოთხოვნა იყო და მისი გაუქმებით, როგორც IDFI-ის პროგრამების დირექტორი ამბობს, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის რეკომენდაციების შესრულებაზე უარს კიდევ ერთხელ ამბობს. ლევან ავალიშვილის თქმით, პერსონალურ მონაცემთა დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტია და ქვეყნებისათვის, რომლებსაც ევროკავშირთან დაახლოება და ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობა სურთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი პირობა აქვს ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობა და როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხის აუდიტის სამსახურში გადატანა, სრულად შეუთავსებელი არის ერთმანეთს. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ერთ-ერთი მოთხოვნა არის მათ შორის უვიზო რეჟიმის არსებობის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვა მათ შორის გულისხმობს ევროკავშირის მოქალაქეების პერსონალურ მონაცემთა დაცვას, სასაზღვრო კონტროლზე არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლას, ბევრი ბიომეტრიული მონაცემების გაცვლას და ამაზე კონტროლი არის ერთ-ერთი და ამის რეგულირება, ეგრეთ წოდებული GDPR, დიდი კანონი, რომელიც საქართველოში ჯერ არ ამოქმედებულა ბოლომდე, მაგრამ მიღებული იქნა. ეს არის ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირთან ინტეგრაციის. ამაზე თუ უარს ვიძახით და რა ვიცი, აუდიტის სამსახური ამას ნამდვილად არც უფლებამოსილება აქვს, არც გამოცდილება და არც ეხება მას. პარლამენტში ასევე წარდგენილია კანონპროექტი ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებითაც. 1 იანვრიდან მოქმედი ბიზნეს ომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველის პოზიციაზე გადაინაცვლებს, სადაც ის განახორციელებს დარჩენილ უფლებამოსილებებს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით 1 აგვისტოდან მრჩეველის პოზიცია არ ანაზღაურებადია. 2015 წელს შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის მედიატორის როლს ასრულებდა, 2026 წლის 1 იანვრიდან ოფიციალურად არსებობას შეწყვეტს. 1 იანვრიდან გაუქმდება ბიზნეს ომბუდსმენისა და მისი მოადგილეების თანამდებობები. მთლიანად აპარატის ლიკვიდაცია მოხდება. თანამშრომლებს, მათ შორის ომბუდსმენსა და მის მოადგილეებს, სამ-სამთვიანი ფინანსური კომპენსაცია მიეცემათ. შეცვლილი სტრუქტურის გათვალისწინებით ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით ბიზნესების მხრიდან დღეს განსხვავებული შეფასებები გაკეთდა. BMG-სთან კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილი მათი უფლებების დაცვისთვის შექმნილი ინსტიტუტის სარგებლიანობაზე და ნაწილი მისი მოდიფიკაციისა და ეფექტიანობის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობდა. რამდენად ეფექტიანი იქნება სიახლე და როგორ შეძლებს ეკონომიკის მინისტრთან, ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილ პრობლემებზე ბიზნესების ინტერესების დაცვას მრჩეველი სტატუსით ოთარ დანელია. კერძო სექტორის შეფასებები ანუკა ჯოხაძე მოისმინა ამ კითხვაზე. თვითონ ინსტიტუტი არ იყო ისე აქტიურად ჩართული იმ პროცესებში, განსხვავებით თქვა ძველი პერიოდებისგან, როდესაც მთელ რიგ პროცესებში იყო და სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ახდენდა აქტიურ კომუნიკაციას და ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს ჩვენი წევრებიდან, არც მათ ქონიათ რაიმე ტიპის აქტიური კომუნიკაცია ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და ეს გამომდინარეობს ალბათ სწორედ იქიდან, რომ არ იყო ეს ინსტიტუტი ამ ეტაპისთვის ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა ყოფილიყო და წარმოედგინა ბიზნესს და წარმოდგენა აქვს, რომ უნდა იყოს. მე რაც მქონია გამოცდილება, საკმაოდ ადეკვატური მიდგომა იყო. ჩვენი კომპანია რამდენიმე ბიზნეს ასოციაციის წევრია, ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავად მე გახდავთ, როდესაც ჩვენ მქონდა სრული შევხვდით მას, ძალიან ეფექტურად მოხდა შეხვედრის ორგანიზება. თუმცა მე ვისურვებდი, რომ ალბათ უფრო ხშირი ყოფილიყო ბავში შეხვედრები. ძალიან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა გარკვეულ кейსებთან დაკავშირებით, გარკვეულ სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით და იგი სხვადასხვა სამინისტროების, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელ სამსახურებთან ერთად ორგანიზებას უკეთებდა აი ამ გარკვეული საკითხების დაყენებას ბიზნესიდან, მათ გადაწყვეტას. ალბათ იგი უფრო მეტად კიდე უნდა იყოს კომუნიკაციაში საშუალო და მცირე ბიზნესთან. ვინაიდან დიდი ბიზნესს ბევრი შესაძლებლობა გააჩნია. ომბუდსმენის ინსტიტუციასთან ბოლო რამდენიმე წელია მე არ მახსენდება რამე დიდი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ეს თქვა ბიზნესისთვის ხიდის ფუნქცია შეასრულებდა, მაგის არსებობის მთელი ის არის, რომ რაღაც მომენტში მედიატორი უნდა იყოს მთავრობასა და ბიზნესს შორის. ამიტომ ამ ინსტიტუციის აღარ არსებობა, მე მგონი აფს არ შეცვლი, თუ რაც არაფერი არ იყო შეცვლილი, ერთ-ერთი ალბათ დაზოგავს მილიონლარამდე ხარჯს ბიუჯეტი. 4-5 წელი არ ქონია ურთიერთობა ბიზნეს ომბუდსმენთან. უფრო ფუნდამენტალური პრობლემა არის, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს
ერთის მხრივ ბიზნესსა და მთავრობას შორის. არის თუ არა საჭირო ეს სტრუქტურა. ვის დაქვემდებარებაში იქნება, ეს შეიძლება იყოს ნაკლებად მნიშვნელოვანი მთავარია თავად ეს აპარატი იყოს ქვედიტუნარიან. თუ მარტო ეკონომიკის სამინისტროში იქნება, მაშინ ჩვენ ბიზნეს სხვა სამინისტროებთანაც გვიწევს თანამშრომლობა, კერძო და საჯარო თანამშრომლობის ფარგლებში. დარჩება ის ფორმატი, რომ ჩვენ პირდაპირ როგორც ბიზნეს გაერთიანება და ესეც არის მუშაობთ სხვადასხვა სამინისტროებთან, წარმოდგენილი ვარ სხვადასხვა სახელმწიფო კომისიებში. ცხადია, ეს ფორმატი იმუშავებს. ჩვეულებრივად სავარაუდოდ აქ რა უნდა შეიცვალოს, მაშინ ეს ინსტიტუცია ბიზნეს ომბუდსმენის ეკონომიკის სამინისტროში რა ფუნქციებით დაიტვირთება. ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენ კომუნიკაციაში ომბუდსმენი არ გვჭირდება რა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ ნებისმიერ სამინისტროსთან შეგვიძლია ეგ პოზიცია. აქედან გამომდინარე ეს შედის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ და რთულად წარმოსადგენია. მე ვთვლი ეს ადამიანი უნდა იყოს არჩეული და დანიშნული ერთობლივი გადაწყვეტილებით. მთავრობამ წარმოადგენს რომელიმე ადამიანი და ჩვენ ავირჩიოთ. მარტო სამხრივი დანიშნვა ეფექტური არ არის. ინსტიტუტი როგორც ესეთი ალბათ უკეთესია იყოს როგორც ამოუკიდებელი სტრუქტურა და არ იყოს რომელიმე სახელმწიფო საქვეუწყებო დაქვემდებარების ქვეშ, გამომდინარე იქიდან, რომ მისი არსი სწორედ არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებთან კომუნიკაციაში უნდა ეხმარებოდეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს. არის პრაქტიკა, როდესაც მას, როგორც ჩვენთან არის სახელმწიფო მთავრობის ასე ვთქვათ, დაქვემდებარების ქვეშ არის ეს სტრუქტურა, არის რომელსაც ირჩევს ბიზნესი, არსებობს ასევე ერთობლივი გადაწყვეტილებები. მე ვფიქრობ, ეს ერთობლივი გადაწყვეტილებები უფრო ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს. თუ ხიდის ფუნქციას ასრულებს რა, ეს არ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული, ეს უნდა იყოს საჯაროდ მსხვილი ბიზნესის მიერ არჩეული. მე თუ გნიშნავთ თქვენ, ნიშნავთ რომ თქვენ დამოუკიდებელი ვერ ახართ, იქიდან გამომდინარე რომ თუ რაღაც წარმომეწონა შეგცვლით. საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, თბილისის შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი სტუმრობს და ამ ვიზიტის მიზანია იმის განხილვა, თუ როგორ შეძლებს საქართველოს მხარი დაუჭიროს ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის პროცესში გამოიკვეთა, რომ კერძო იმპორტიორები მედიკამენტებს 30-დან 8-10%-მდე ფასნამატით ყიდიდნენ, რასაც დამატებით საცალო სააფთიაქო ქსელების ფასიც ემატება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანიური კომპანია Novo Nordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინი Novo Rapid ხელმისაწვდომია უკვე საქართველოში, რაც პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობის უწყვეტობას უზრუნველყოფს. ჭაბუ ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოების გამო 19 ნოემბერს ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რძის 45 არარეგისტრირებული წარმოება გამოავლინეს. სესის განცხადებით, გარევაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი ჯანმრთელობისთვის შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. ევროკომისიამ ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები განაახლა, რომლის მიხედვითაც გაზაფხულზე გამოქვეყნებული პროგნოზთან შედარებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის გაზრდილი და 7.3%-ია. ზრდა წინა პროგნოზთან შედარებით 1.3%-იანი პუნქტია, რაც დღეს არსებულ გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებელში ასახული. ამ ზრდით საქართველოს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზაფხულის ზრდის პროგნოზთან შედარებით 1.3% პუნქტი არის გაზრდილი და 7.3% შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ზრდის პროცენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. მაგალითად, თუ შევხედავთ ჩვენ ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2025 წლის აღნიშნული 1.4% შეადგენს, როცა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.3
3%-ია. ანალოგიურად საშუალოდ, როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ეკონომიკა 2025-27 წლებში გაიზრდება 5.9%-ით, როცა ევროკავშირის ეკონომიკა ჯამურად გაიზრდება საშუალოდ 1.4%-ით. კალტენტაკარტის პროგნოზით 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიაღწევს. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით მომავალი წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ 900 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. რაც შეეხება ოქტომბერს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4%-ით მატებას აჩვენებს და ის 420 მილიონი დოლარი იყო. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4 მილიარდ 60 მილიონ დოლარს გაუტოლდა. წლიური ზრდა 5%-იანია. კალტენტაკარტის შეფასებასთან ერთად განახლებული არის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემები და ბოლო განახლებით მესამე კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით გაიზარდა და 5 მილიონ 326,945 შეადგინა. წინა წლის იმავე პერიოდში 5 მილიონ 53,673 ვიზიტი იყო აღრეცხული. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი მესამე კვარტალში საქართველოს ტურიზმიდან მილიარდ 666 მილიონი დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.9%-ით მეტია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ გასულ წელს მესამე კვარტალში შემოსავალი მილიარდ 563 მილიონი დოლარი იყო. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ვაზიანში ახალი აეროპორტი ოპერირებას 2031 წლიდან დაიწყებს. მარიამ ქვრივიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით მილიარდ 200 მილიონი დოლარი იქნება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება ინვესტორი და აეროპორტის ოპერატორი. ეს მისი თქმით საერთაშორისო ღია ტენდერის საკითხი არის, რასაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს. ქვრივიშვილი იმეორებს, რომ თბილისში არსებული საერთაშორისო აეროპორტი მგზავრების გაზრდილ რაოდენობას ვერ პასუხობს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, განსაზღვრული პროგნოზის თანახმად, ტვირთნაკადის და ტურისტული ნაკადის პროგნოზი 2050 წლამდე ისე გაიზრდება, რომ არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მისი ტერიტორიული შემჭიდროებიდან გამომდინარე ვერ შეძლებს გაზრდილ მგზავრთნაკადს გაუმკლავდეს. მესამე კვარტალში ბათუმში 366 მილიონი დოლარის ღირებულების 4893 ბინა გაიყიდა. წლიურად ბაზრის ზომა 27%-ით არის გაზრდილი, გაყიდული ბინების რაოდენობა კი 25%-ით. ამავე დროს გალტენტაკარტი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტლის მიმოხილვაში მიუთითებს, რომ ბათუმში მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად ზრდა არის 16.8%, თვეში დაახლოებით 16.7% იყო წლიურ წრეში. რაც შეეხება ბათუმის საბინაო ფონდის ზრდის თანმდევრ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, პირველად ბაზარზე გაყიდვები, რასაც გავლენას შედარებით დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა და 9 თვეში წლიურ წრეში 11.8% ზრდა აჩვენა. გალტენტაკარტი ასევე წერს, რომ ზრდის მიუხედავად გაყიდვების დინამიკა მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022 და 2023 წლების დონეს. მაშინ, როცა გასაყიდო ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკზე მიუთითებს. პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა საინვესტიციო ბანკის შეფასებით შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არ იყოს მდგრადი. საინვესტიციო ბანკის მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით, რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს, 8 თვეში წელს პირველად ბაზარზე ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები 10.4%-ით გაიზარდა. გასულ წელს დაფიქსირებული კლების ტენდენციის შემდეგ. საკადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად 2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების პროექტი კიდევ 2 წლით 2028 წლამდე გახანგრძლივდება. ვადის გაგრძელების მოტივი გაჩერებული მშენებლობების დასრულებაა. როგორ მუშაობს საკადასახადო შეღავათები და რა სჭირდება პრაქტიკაში ამ პრობლემის გადაჭრას, დეტალებს თათია ჩაფიჩაძის სიუჟეტში გიყვებით.
2008 წლამდე დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების პროექტი 2028 წლამდე გახანგრძლივდება. ამას საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ითვალისწინებს. შესაბამისი ნორმა პრობლემის მოგვარების მოტივით პარლამენტმა 2015 წელს 3 წლიანი ვადით მიიღო და მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაახანგრძლივა. ბოლო რედაქციის მიხედვით გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ პროექტის დასრულების ვადაგადაცილება 20 წელი იქნება. სამშენებლო სამართლის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შეღავათები მნიშვნელოვანია, თუმცა ის პრობლემის გადაჭრის წინაპირობა ვერ ხდება. Აი ეს ობიექტები იმის მიუხედავად, რომ იღებენ საგადასახადო შეღავათებს, სხვა არანაირი ხელშეწყობა ამ რეგულაციის მიხედვით განსაზღვრული არ არის. თუნდაც ავარიული შენობების ჩანაცვლების მსგავსი. აქედან გამომდინარე, სასურველი არის, რომ ის უკვე კარგი პრაქტიკა თუ დაგროვდა, გადმოტანილი იყოს ამ ტიპის შემთხვევებზეც, ბიუროკრატია იყოს შემცირებული, ან გარკვეული მოსაკრებლები და სხვა ხარჯები, გარდა საგადასახადო ხარჯებისა იყოს გათავისუფლებული და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს რეგულაცია იყოს შესაბამისობაში გამოწვევებთან. სამშენებლო კოდექსის თანაავტორი კობა ყალიჩავა მიიჩნევს, რომ ქალაქში ათეული წლით გაჩერებული მშენებლობების რეალური დასრულების წინაპირობა ბიზნესის დაინტერესება უნდა გახდეს. ამისთვის კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ კერძო სექტორთან და დაზარალებულებთან პროაქტიულად უნდა იმუშაოს. ფიქრობ, დეველოპერი მხოლოდ ამ ობიექტით არ დაინტერესებს, არამედ დეველოპერი, რომელიც სხვა ტერიტორიაზე თქვათ აშენებს და აქ მასშტაბური პროექტი, შეიძლება მას მივაბათ, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ამდენიმე დეველოპერს თქვათ მივაბათ, ასევე ასეთ დაუმთავრებელი პრობლემური მშენებლობები, დეველოპერი, რომელსაც გარკვეული ასე ვთქვათ, ცვლილება შემოაქვს ურბანულ ქსოვილში, ხო? მე ვფიქრობ, რომ სამართლებრივი იქნება, ლეგიტიმური იქნება, რომ მას გარკვეული ვალდებულებები სოციალური პასუხისმგებლობას მივაბათ და აი ამ ბაზრის ძალის თუ მოდელი შემოტანით, უფრო მეტად გაძლიერებით და პლუს გარკვეული სამართლებრივი დავალდებულებებით დეველოპერების მიმართ, ასე ვთქვათ, შესაძლებელია, რომ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ. კითხვაზე რა შემთხვევაში დაინტერესდება დეველოპერული სექტორი პროექტების გადაბარებით პასუხი არაერთგვაროვანია. კომპანია არსის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ინვესტიცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი სამართლებრივი საკითხებია მოსაგვარებელი. შესაბამისად, ბესო ორთოიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიდგომაც ინდივიდუალური გამოწვევების შესაბამისად უნდა განისაზღვროს. რა ობიექტებიც მახსენდება, რომ თქვათ იგივე სხვა ჩვენმა კოლეგები შევიდნენ და ეს პროექტები გააკეთეს, იქ დამატებითი იგივე სხვა ობიექტზე გარკვეული ინტერესები ჰქონდათ, ხო, ან კოეფიციენტის გაზდაჭირდებოდა სხვა ობიექტზე და ეს ასე ვთქვათ, მერიის მხრიდან შეთავაზებული იყო. ალბათ მსგავსი შეთავაზებები უნდა გაგრძელდეს. სხვა შემთხვევაში ყველაერიდება, რომ ისეთ ობიექტზე, სადაც დაზარალებული მოსახლეობა, რომელიც მრავალი წელი, ვთქვათ, ელოდება ამ უძრავი ქონების დასრულებას, ესეთ ობიექტზე შევიდეს, იმიტომ იქ დამატებითი სხვა ემოციებიც არის და ყველას განწყობა იქ უკვე უარყოფითი აქვს. როგორც თბილისის მერიაში BMG-ს განუცხადეს, დედაქალაქში 179 დაუსრულებელი მშენებლობა იყო, საიდანაც ამ დროისთვის 70 ობიექტის მშენებლობის პრობლემა უკვე გადაწყვეტილია. შესაბამისად, მიმდინარე პრობლემური პროექტების რაოდენობა 109 ერთეულით განისაზღვრება. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით რუსული ლუკოილის სადგურებზე საბანკო ბარათით გადახდები დაიბლოკა და მომხმარებლებს საწვავი შეძენა ნაღდი ფულით უწევთ. Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსული ნავთობის ფასები ინდოეთსა და ჩინეთში მოთხოვნის შემცირების გამო დაცემას განაგრძობს, რაც როსნეფტის და ლუკოილის წინააღმდეგ შტატების სანქციებმა გამოიწვია. რუსულ ენერგეტიკულ გიგანტ გაზპრომს ჩინეთში მილსადენის გაყვანა სურს, რომელიც კომპანიის გადარჩენისათვის ერთადერთ რეალურ ინიციატივად განიხილება. გაზპრომის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია ამჟამად კვლევებს აწარმოებს Power of Siberia 2-ის პროექტში ტექნიკურ და ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით. თავად კვლევის პროცესს რუსული მხარე აფინანსებს. აგვისტოდან ოქტომბრამდე შტატების პრეზიდენტმა 82 მილიონიდან 327 მილიონ დოლარამდე ღირებულების კორპორატიული და მუნიციპალური ობლიგაციები შეიძინა. მათ შორის არის ახალი ინვესტიციები სექტორებში, რომლებიც მისი პოლიტიკით მოგებას იღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,
ბოლო დროს გარსებული მონაცემების მიხედვით ფსიქოტროპული მედიკამენტების რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი დარღვევებია გამოკვეთილი. უწყება აღნიშნავს, რომ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კერძო იმპორტიორები მედიკამენტებს 30-დან 80%-მდე ფასნამატით ყიდდნენ, რასაც დამატებით ემატებოდა საცალო სააფთიაქო ქსელის ფასიც. შედეგად რიგ პრეპარატებზე ფასი რეალურ ღირებულებასთან შედარებით 10-ჯერ მაღალი იყო. სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი სახელმწიფომ გადაიბარა, წამრების ნაწილი 10-ჯერ გაიარდა. დაფიქსირებული არის შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების მომარაგება, ხოლო სააფთიაქო ქსელებში მარაგების შევსება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით სახელმწიფომ რიგ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან უკვე მიაღწია პირდაპირ შესყიდვაზე შეთანხმებას, რაც დამატებით ფასებს კონკრეტულ პრეპარატებზე კიდევ შეამცირებს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით დანიური კომპანია Novo Nordiskis წარმოებული ინსულინი საქართველოშია. შესაბამისად, პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ Novo Rapid-ით ხელმისაწვდომია. უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით ისევ Novo Rapid-ს დაუბრუნდებიან, თუ მკურნალობა მისი ანალოგი ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული Apidrat-ი გაგრძელდება. არჩევანის საშუალება აქვს მასაც, ვინც თავიდანვე Apidrat-ს იყენებდა. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ წარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მიაწოდა. თუმცა ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ შექმნილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა Novo Rapid-ის ანალოგი Apidrat-ი გააგრძელეს. ხო პერიოდი, როდესაც ჰქონდათ შეზღუდვა ერთ-ერთ მედიკამენტზე, ამ პერიოდში ისინი მომარაგებულები იყვნენ სხვა მედიკამენტით, ალტერნატიული უმაღლესი ხარისხის ალტერნატივით, დღეიდან კვლავ ექნებათ მათ სარგებლობის შესაძლებლობა ორივე მედიკამენტით. ჩვენ საზოგადოებას მოეხსენება, რომ გარკვეული ხალბი აჟიოტაჟი ან აჟიოტაჟის დათესვის მცდელობა მოყვა Novo Nordiskis პროდუქტის მცირევადიან ხანმოკლე დეფიციტს, რომელიც სინამდვილეში დეფიციტიც არ ყოფილა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველას ჰქონდა საჭირო მარაგი მომარაგებული საიმისოთ, რომ რაიმე წყვეტას ადგილი არ ქონოდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოისმინა საზოგადოებამ, მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩვენ იმთავითო ვაცხადებდით, პრაქტიკულად ეს იყო ძალიან ხანმოკლე სირთულე, რომელიც შეექმნა უშუალოდ კომპანიას და საბედნიეროდ კომპანიამ შეძლო და მოგვაწოდა საჭირო რაოდენობის მარაგი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რძის 45 არარეგისტრირებული წარმოებაა გამოვლენილი. წესის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით გარევაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის და სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს არ შეეძინონ რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენება სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელია. ღვინის ეროვნული სააგენტო 1 მილიონ ლარად ლაბორატორიული კვლევის მომსახურება შეისყიდის ქვეპროგრამა ღვინის ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში. შესყიდვა გამარტივებული წესით განხორციელდება, რაც უწყების განმარტებით აუცილებელია სექტორში ხარისხის კონტროლის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. მომსახურება ამ წლის ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. სააგენტოს ინფორმაციით პროგრამის მიზანია ალკოჰოლიანი სასმელების და სპირტის საექსპორტო და შიდა ბაზრის პარტიების სისტემური მონიტორინგი, რათა შემცირდეს ფალსიფიკაციის რისკი. კვლევები ტარდება რამდენიმე აკრედიტებულ ქართულ და საერთაშორისო ლაბორატორიაში, რადგან სხვადასხვა ტიპის ანალიზი საქართველოში ერთ ლაბორატორიაში სრულად ვერ ხორციელდება. სააგენტოს განცხადებით, ექსპორტის ზრდასთან ერთად იზრდება კვლევისთვის საჭირო ნიმუშების ოდენობაც, რაც დამატებით პროცედურებს აჩქარებს. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ტენდერის ჩატარება ერთ ლაბორატორიაზე ხელშეკრულების გაფორმებას გამოიწვევს, რაც კონტროლის ეფექტიანობას შეამცირებს. თბილისში ამტვრევადი მასალების გამოყენებაზე ჯარიმები 2500 ლარიდან 30000 ლარამდე იზრდება. კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით თითოეულ კანონდარღვევისათვის ჯარიმის მოცულობა 400%-იან ზრდას აჩვენებს.
მეორეული საბურავების შავი და ფერადი ლითონების ჯარდის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების ადვილად დაალებადი ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან და რეალიზაციის წესის მიხედვით განსაზღვრული ზოგიერთი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება. განმარტებით ბარეთში წერია, რომ ეს წესი თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში. მარტივად დაალებადი ფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებაზე აკრძალულ ადგილებში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 2500 ლარამდე გაიზრდება. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი თოლორტავა და ბექა ბაციკაძე გავიწყობიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შეხვდებით BMG TV-ს ეთერში დროებით. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.